როგორც მომხსენებათ, ჩვენ დაახლოებით 2 კვირის წინ უნდა ეკონომიკის სამინისტროსთან შეხვედრა, შედეგადაც ჩვენ შევაჩერეთ გაფიცვა და გადავედით მოლაპარაკებების მოლოდინში. ჩვენ ვრჩებით ამ შეთანხმების ერთგული დიდ პატივს ემთ ეკონომიკის მინისტრს და მთელ ამ შემადგენლობას. ჩვენთვის ახლა გახდა ცნობილი, რომ სალიანებო სამსახურის თანამშრომლებს ალკოჰოლ თანამშრომლებს შეუძლიათ ხელფასი სწორედ ამ საკითხზე და ამ საკითხების გასაღებად უნდა მივიდეთ ეკონომიკის სამინისტროში და მათივე სიგნალი არის იქიდან რომ მზად არიან მოლაპარაკებებში, მზად არიან გაერკვენ ამ სიტუაციაში. ჩვენ ამ ეტაპზე მეტ განცხადებას არ გავაკეთებთ, ჩვენ მივდივართ შეხვედრაზე, გავერთოვით თუ რაშია პრობლემა, რაში მდგომარეობს და დაახლოებით 20 საათის დროზე ჩვენ გავაგრძელებთ ინფორმაციას კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებით. საპროტესტო აქცია არ იქნება, თუ დაუშვათ დაფიქსი და ეს ფაქტი რომ აქ კანონდარღვევას აქვს ადგილი, ანუ ჩვენ შეთანხმებას არ ასრულებს ახლანდელი ადმინისტრაცია, მაგ შემთხვევაში ჩვენ ალბათ მოვითხოვთ ამ ადამიანების თანამდებობიდან გადაყენებას. საუბარია ბატონ ხაჯაიაზე, ღია ხაჯაიაზე, რომელიც უშუალოდ საგანგებო სამსახურის უფროსია და ბატონ ჟინჭარაძეზე. გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანები თვლიან და ენდობიან ახლანდელ ხელისუფლებას, ენდობიან ამ მთავრობას და დიდი მოთხოვნებით ელოდებიან ახალი თავმჯდომარის დანიშვნას, შეშენებულია ყოველგვარი პროტესტი, გახოცვები და ამ ფონზე ესეთი ფაქტები თუ ნამდვილად უწოდებათ ამ ადამიანებს ხელფასები, ამ ფონზე შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს არის საბოტაჟის მცდელობა. სამუშაოს და მიხედვით გვაქვს განსხვავება და არის მეხუთე მე-6 თანრიგი, რომელიც მე-6 თანრიგის მუშა ასრულებს იმას, რასაც მეხუთე თანრიგის მუშა ვერ შეასრულებს. ამიტომ ამაში ხელფასშიდაც იყო განსხვავება. და ეს ხელფასში ახლა მე-5 თანრიგი დაждდა ყველგან. ესე იგი მე-6 თანრიგი ალბათ ჩვენი აზრით მოიხსნა და დაждდა მე-5-ზე. ეს მე-5 და მე-6 თანრიგის შორის 45 ლარი იყო განსხვავება, ეს 45 ლარი უკვე დაიკარგა. სამუშაოს იგივეს ასრულებს? სამუშაოს იგივეს. ხელფასი შეგვიძლია 45 ლარით. რა გიყავს ესე? არაფერი არ ვიცი ჯერ, არაფერი არ ვთქვი. და ძალიან ძიმე სამუშაოს ვასრულებთ, დაგებაზე მუშაობ. და გვეუბნებიან თუ არ გინდათ მუშაობა წადით სახში. ერთი პასუხი მაგიდან არ ვიცით.